სანდოა თუ არა ჩაფიქრებული პიროვნება. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიკანა არკანა. ჩემი სახელი არის ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით დღეს სამი ვარიანტით თითო არკანით ვნახოთ სანდოა არის თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. ახლა კი წარმოიდგინეთ, ჩაიფიქრეთ კონკრეტული ადამიანი და წარმოიდგინეთ კარგად და ნახოთ, ვიზედაც გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, სანდოა თუ არა პირადად თქვენთვის და ნახოთ, სანდოა თუ არა თქვენთვის თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. სანდოა თუ არა პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და მესამე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. პირველი ვარიანტი ეს ქვა გვაქვს, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში. აირჩიეთ მეგობრებო, რომელიც მეტად გიზიდავთ. არ გირჩევდით ორ ადამიანზე მეტის ჩაფიქრებას და ორ ვარიანტზე მეტის ჩაფიქრებას. ვეცდებით თითო არკანით ახსნათ და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან არის თუ არა თქვენთვის სანდო თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და ხმლების 10-იანი. ნახეთ მეგობრებო, ზოგადად აქ მოდის იცით როგორი ენერგია. აქ მოდის ძალიან დატანჯული ადამიანის ენერგია, ენერგია სადაც ადამიანმა ძალიან ბევრი ცუდი გადაიტანა, ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი ბულინგი, ბევრი დაცინვა, ბევრი სიტყვიერი დაჩაგვრაც გადაიტანა, ძალიან ბევრი ტკივილიც, ცხოვრებისგანაც დაჩაგრული ადამიანი არის, ასე ვთქვათ და ადამიანებისგანაც თითქოს ძალიან ბევრი არასწორი ადამიანი, ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანი იყო, თითქმის ყოველთვის მისი ირგვლივ, მოკლედ გეტყვით, აქ ადამიანს იმდენი ტანჯვა აქვს გამოცდილი, რომ სხვა ადამიანების ნდობა დიდად არ აქვს, ეშინია კიდევაც ადამიანებთან კომუნიკაციის, ადამიანების ნდობის, მუდმივად ყველაზე ახლო ადამიანებისგანაც ელოდება ზურგში დანას, ელოდება იმას, რომ გულსად კენენ, მაგრამ საბოლოო ჯამში არის სანდო. და იცით რატომ, ეს არის ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა იმდენი ტკივილი, იმდენი იმედგაცრუება მოვლენებისგანაც და ადამიანებისგანაც, რომ იცის ამ ტკივილის ფასი და თავად არასდროს არ მიაყენებს სხვას ასეთ დიდ იმედგაცრუებასა და ტკივილს. ამიტომაც უფრო ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა, სანდო არის ეს ადამიანი, გასაგები არის, რომ სიტუაციები ინდივიდუალურია, მაგრამ დიდ ტკივილს ყოველ შემთხვევაში განზრახ ადამიანი არ მოგაყენებთ. გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე, სანდოა თუ არა არკანი კოშკი, უფროსი არკანი. აქაც საკმაოდ ბევრი იმედგაცრუება აქვს ადამიანს გადატანილი, თუმცა ადამიანი თავად არის, იცით როგორი თითქოს ძალიან მალე და ძალიან მარტივად იცვლება მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ამიტომაც მე თქვენს ადგილას ამ ადამიანს არ ვენდობოდი, იცით რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანი არის ბოროტი, ან მაინც და მაინც ცუდი, არამედ იმიტომ, რომ ძალიან მალე და ძალიან მარტივად იცვლება მისი დამოკიდებულება სხვების მიმართ. დღეს თქვენით არის ძალიან აღფრთოვანებული, გიждდება თქვენზე, თulis რომ ძალიან კარგი ხართ, ძალიან საინტერესო ხართ და ხვალუცაბედად ხოვდა შეეცვალა დამოკიდებულება იმის გამო, რომ სხვებისგან თქვენზე რაღაც ჭორები გაიგო და ასე შემდეგ. ხვდებით ხომ, ანუ როგორი ტიპაჟი არის, ესეთი ენერგიები მოდის რა. როდესაც ადამიანს ძალიან მალე და ძალიან მარტივად ეცვლება აზრი სხვა ადამიანებზე, ძალიან მარტივი არის მისი დამოკიდებულების შეცვლა. მოკლედ რომ ითქვას, ადამიანს ძალიან დიდი დრო სჭირდება იმისათვის, რომ ძალიან მყარი ფუნდამენტი გაუჩნდეს საკუთარ აზრებში და იმისათვის, რომ დარწმუნებული იყოს თქვენში და მარტივად აღარ იცვლიდეს აზრს. ამიტომაც თუ ეს არის ვიღაც ახალგაცნობილი, თქვენს ადგილას აქ ადამიანს ნამდვილად არ ვენდობოდი. ხოლო თუ ძალიან დიდი ხანი არის რაც იცნობთ ამ ადამიანს, ამ შემთხვევაში გეტყოდით ისე რომ ყველაფერში მაინც და მაინც ნუენდობით, მაინც გახსოვდეთ რომ ასეთი ტიპაჟი არის, მაგრამ საბოლოო ჯამში კი ბატონო ასე თუ ისე სანდო არის. გადავიდეთ მესამე ვარიანტზე, მეგობრებო, სანდოა თუ არა თქვენთვის ჩაფიქრებული პიროვნება და აქ გამოვიდა არკანი ქურუმი ქალი.
აქ მე ნამდვილად არ მაქვს თქვენთვის პასუხი კი ან არა. აქ მე მაქვს ცოტა სხვანაირი პასუხი. თქვენი ინტუიცია რას გეუბნებათ? გეუბნებათ რომ სანდოა თუ გეუბნებათ რომ არ არის სანდო? თუ გეუბნებათ რომ კონკრეტულ საკითხებში არის სანდო, კონკრეტულ საკითხებში კი არ არის სანდო. აი ზუსტად ეს არის სწორი პასუხი. თქვენმა ინტუიციამ უკვე იცის პასუხი ამ შეკითხვაზე. გასაგები არის რომ თქვენ ამ საჯარო გაშლით გინდოდათ დადასტურება ან უარყოფა თქვენი აზრებისა, მაგრამ თქვენ ისედაც იცით პასუხი. თქვენ ისედაც იცით არის თუ არა ეს ადამიანი თქვენთვის სანდო. მაგრამ მოდით კიდევ ერთ არკანს დავამატებ თქვენთვის, სანდოა თუ არა მესამე ვარიანტისთვის მათ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. მაინც რომ დავადასტუროთ ან ვარყოთ არკანის სამართლიანობა. აი ტაროს არკანები არ გვეუბნებიან ზუსტ პასუხს. რატომ? იმიტომ რომ ზუსტი პასუხი თქვენ უფრო კარგად იცით. ეს არის ის გამოცდილება ამ ადამიანთან, რომელიც თქვენ გჭირდებათ. თუ თქვენ თქვენი ინტუიცია და თქვენი მდგომარეობა გეუბნებათ რომ კი ბატონო სანდო არისო, ესე იგი ეს არის თქვენი გაკვეთილი, ხოლო თუ გეუბნებათ რომ არ არისო სანდო, ესე იგი ეს არის თქვენი გაკვეთილი. შესაძლოა თქვენი მდგომარეობა ცდებოდეს, შესაძლოა თქვენი ინტუიცია გერეოდეთ თქვენს გრძნობებსა და ემოციებში. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ზედმეტად ბევრი ფიქრი არ არის საჭირო იმაზე, ადამიანის სანდოა თუ არა. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას და ზედმეტად ენდობით თუ არ გრძნობთ იმას, რომ ადამიანი ბოლომდე სანდო არის. სულ ეს არის მესამე ვარიანტი. მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებები მეგობრებო და ნახვამდის.